მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ საჯარო გაშლა, ასეთ ვფიქრობ საინტერესო თემაზე, მესიჯი თქვენი მომავალი მესგან. ანუ მესიჯი თქვენი მომავალისგან. ვეცდები თითო ორაკულის არკანით ვნახო პატარ-პატარა მესიჯები და მოდით ახლა ვნახოთ, ხო? ვისი თქმა სურს თქვენს მომავალ ვერსიას თქვენთვის ნახოთ აბა მესიჯი თქვენი მომავალი მესგან ნახოთ აბა პირადი კონსულტაციის მსურველებმა პირადში მომწერებს და ნახოთ მესიჯი პირველ ვარიანტს მათი მომავალი მესგან მესიჯი მეორე ვარიანტს მათი მომავალი მესგან და მესიჯი მესამე ვარიანტს მათი მომავალი მესგან. დავამატოთ ქვები და პირველი ვარიანტი გვეყოლება ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი ასეთი ქვა და მესამე ვარიანტი მოდით იყოს აი ეს ქვა. აირჩიეთ სრული ვარიანტი, რომელიც უფრო მეტად მოგიზიდავთ. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტით. ვეცდები ისევ და ისევ თითო ორაკულის არკანით ავხსნა. ნახოთ აბა მესიჯი პირველი ვარიანტისათვის და ამოვიდა არკანი ხელი. პირველ რიგში ჩემო ძვირფასო პირველ ვარიანტო, მე თქვენ აქ გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ თქვენს ხელებში პირდაპირ გაგებით არის საკმაოდ დიდი ძალა და თითქოს ხელებით, როდესაც აკეთებთ რაღაცას, ხო, ხელებით, როდესაც ქმნით, იქნება ეს არ ვიცი, ამოძერწვა და ხატვა რაღაცის, შექმნა ხელებით, ეს ყველაფერი ძალიან დიდი და მძლავრი ენერგეტიკის მატარებელი ხდება. ძალიან და მნიშვნელოვანი არის ის თუ როგორ ხასიათზე, როგორ განწყობაზე ხართ. მაშინ, როდესაც ხელით აკეთებთ რაღაცას. ასევე ახლა ვიტყოდი ასეთ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ყველას ვერ შეეხება და არ შეეხება, რასაც ახლა ვიტყვი, უფრო მეტად პრაქტიკოსებს, თუმცა იმ ადამიანებსაც, რომლებიც არ არიან დაკავებული მაგიით, იმათვისაც ჩვეულებრივად შესაძლებელი არის. ძალიან კარგი იქნება თუ ხელით დამუხტავთ ხოლმე რაღაცეებს. აი მაგალითად, როდესაც თქვენ გსურთ, არ ვიცი, საფულის დამუხტვა, ხო? ავიღოთ, დავუშვათ, წარმოიდგინეთ, რომ ეს არის თქვენი საფულე. ნუ დავუშვათ, წარმოვიდგინოთ, ხო და როდესაც თქვენ რაღაცნაირად ასე მოუხტავთ, რომ აი დაიმუხტოს ეს საფულე ფინანსური ენერგიებზე და უცებად აშის დაკვრა ან ასეთი მოძრაობები, ასეთი რაღაცეები ძალიან კარგად დამუხტავთ თქვენი ხელების მეშვეობით ან საფულეს ან ნებისმიერი სახის ნივთს. ცხადია, თუ თქვენ ხართ პრაქტიკოსი, თქვენ ისედაც იცით, მანამდე რა და როგორც უნდა გააკეთოთ, დაუშვათ, რომ საფულეში ან კონკრეტული არკანი, ან კონკრეტული რუნა, ან კონკრეტული ნივთი როგორიც არის ან დაფნის ფოთოლი ან დარიჩინის ჭხირი სხვათა შორის ჩაადოთ, ხო, ან კონკრეტული სიგელიც. და ეს ამ ყველაფრის დამუხტვა ძალიან კარგად შეგეძლიათ ხელებით. ხოლო თუ თქვენ არ ხართ პრაქტიკოსი, შეგიძლიათ ასეთი რაღაც გააკეთოთ, რაც წეხან ზემოთ ვახსენე, ხო? მაგალითად, აიღოთ ერთი დარიჩინის ჭხირი ან ერთი დაფნის ფოთოლი და დამუხტოთ, თქვა თქვენი სიტყვებით, რომ დაემოეტანოს ამ დაუშვათ დარიჩინის ჭხირის ჩემთვის მატერიალური კეთილდღეობა, კარიერული ზრდა ან რაღაც ასეთი, ხო? და ისე რომ ჩადოთ საფულეში და შემდგომ საფულეზეს იგივე მანიპულაცია რომ გააკეთოთ. იმიტომ რომ რეალურად აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენს რეალობაში არის მაგია. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი. ქართულად აღარ მახსოვს ამ ინსტრუმენტს რა ჰქვია, მგონი თუ
თუ არ ვცდები არფა, ლირა ცოტა უფრო პატარა ინსტრუმენტი არის, ლირა უფრო რაღაც ასეთი მინიატურული ინსტრუმენტი არის, ხო? და პირველ რიგში გეტყოდით იმას, რომ მეგობრებო, თქვენ მუსიკასთან მეორე ვარიანტი გაქვთ ბევრად უფრო მძლავრი კავშირი, ვიდრე თქვენ გგონიათ და როდესაც თქვენ უსმენთ შესაბამის ჰერცებს, შესაბამის ვიბრაციებს, ხო? ეს ყოველთვის მოქმედებს ძალიან მძლავრად თქვენზე და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, რა სახის მუსიკასაც უსმენთ, რა სახის მუსიკის მოსმენის განწყობაზედაც ხართ, ეს მოქმედებს თქვენზე და თქვენს მდგომარეობაზე. სხვათა შორის, კონკრეტულად ახლა ამ მომენტში შესაბამისი ჰერცების მუსიკა მაქვს მე ჩართული ფონზე, მგონი ისმის, არ ვიცი. და ნახეთ, თქვენს შეგიძლიათ კონკრეტული მიზნებისთვის, მაგალითად, უფრო მეტად რომ გიყვარდეთ თქვენი თავი, მეტად რომ მიზიდავდეთ ფინანსებს, მატერიალურ კეთილდღეობას, მეტი სიმშვიდე რომ იყოს თქვენში, რაღაც მსგავსისთვის შეგიძლიათ სპეციალურად დაძებნოთ ჰერცები, სპეციალურად მუსიკები, ხო, უბრალოდ YouTube პლატფორმაზეც რომ შეხვიდეთ. ასევე მე აქ ვიტყოდი, იცით როგორ რაღაცას, პირადად მე სხვათა შორის ძალიან ისეთი მძლავრი კავშირი მაქვს მუსიკასთან, მუსიკა ზოგადად ძალიან მიყვარს და როდესაც რაღაც კონკრეტულ მუსიკას, სიმღერას გულისხმობ, ახლა მე ვუსმენ, ხშირად ამ დროს, ხო, სხვათა შორის ვინც არის ის ნებისმიერი სახის სიმღერა არის ასე თუ ისე მანიფესტაცია და დაიმახსოვრეთ ეს აუცილებლად. და რა თქმა უნდა, რაღაცის მოზიდვა, როდესაც სურს შესაბამის სიმღერას უსმენ, მაგრამ მნიშვნელოვანი არის გულით, აი იმ მომენტში ძალიან მოგწონდეთ ეს მუსიკა ან სიმღერა, ან რაც იქნება, ხო? ასევე მეორე ვარიანტი, თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის ინსტრუმენტი, იქნება ეს ფორტეპიანო, გიტარა, ნებისმიერი რაღაც. მე მაგალითად ფორტეპიანოზეც ვიცი დაკვრა, მაგრამ სადაც ახლა ვცხოვრობ, იქ არ მაქვს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერ ვფიქრ. მაგრამ სამაგიეროდ მაქვს შამანური საკრავი და მოდით ასეთ რაღაცას ვიტყვი, როდესაც თქვენ უკრავთ, ნუ ვინც იცის დაკვრა და ვისაც უყვარს, ან ვისაც აქვს რაიმე სახის ინსტრუმენტი, ყოველთვის თქვენში იღვიძებს შემოქმედებითი ენერგია და ყოველ ჯერზე ნებისმიერი სახის დაკვრა თქვენზე მოქმედებს, იცით როგორ, ერთის მხრივ არის თქვენი ემოციებისა და გრძნობების ამოშვება, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ არის თქვენი ემოციების გამოხატვა, ანუ ისევ და ისევ თქვენი შემოქმედებითი ენერგიის, თქვენი ფემინური ენერგიების გამძლავრება და გაძლიერება. ხვდებით ხო, მეგობრებო, ამიტომაც აუცილებლად მეტად დაუკარით, იმიტომ რომ ეს დაგეხმარებათ არა მხოლოდ ფემინური ენერგიების გამოღვიძებაში, არამედ სიმშვიდის შენარჩუნებაში, ფინანსების მოზიდვაში სხვათა შორის და ზოგადად თქვენი შემოქმედებითი უნარის განვითარებაში. სულ ეს არის მეორე ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. და ამოვიდა პირველი არკანი. იცით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, რასაც ახლა ვიტყვი, ეხება მხოლოდ და მხოლოდ ერთეულებს, მაგრამ თუ თქვენ დავუშვათ ელოდებით სიახლეებს ორსულობასთან დაკავშირებით, ან თქვენი მეუღლის ორსულობასთან დაკავშირებით, ხო? გსურთ დაორსულება, გსურთ შვილი, გსურთ ნაყოფიერობა, ხო, ამ კუთხით, ანუ შვილის გაჩენა, პირდაპირ გეტყვით, რომ აქ თქვენთვის ასეთი მესიჯი არის, რომ ეს აუცილებლად მოვა თქვენს მომავალში და აუცილებლად გეყოლებათ შვილი, რა თქმა უნდა, ვისაც გსურთ ეს და ვისთვისაც ეს არის რაღაც ნანატრი ოცნება და სურვილი, ხო? და ასევე იცით, ამ არკანიდან გამომდინარე, ისევ და ისევ ყველას არ ეხება, მაგრამ კარგი იქნება, რომ თქვენ გაიკეთოთ საგვარეულო დიაგნოსტიკა, მესამე ვარიანტი. და ასევე მე აქ ვიტყოდი ასეთ რაღაცას, რომ ბავშვებს და ასეთ საკითხებს რომ მათ შევეხოთ,
თითქოს თქვენ გსურთ ნაყოფიერობა თქვენ საქმეში მეტი და ეს ბუნებრივია, ვის არ სურს ნაყოფიერობა მათ საქმეში, ხო, იქნება ეს არ ვიცი, ტაროლოგია, ეზოთერიკა, ნებისმიერი რაღაც ბიზნესის საქმე თუ რა, არ აქვს მნიშვნელობა. თქვენს რეალობაში და თქვენ საქმიანობაში მესამე ვარიანტი აუცილებლად იქნება ნაყოფიერობა და ახლა არ აქვს მნიშვნელობა ეს ვიდეო როდის დაიდო და როდის უყურებთ თქვენ, როდესაც ეს ვიდეო თქვენ შეგხვდათ ან როდესაც თქვენ გადაწყვეტეთ მისი ყურება, გახსოვდეთ რომ ზუსტად ახლა ამ პერიოდში ითესება ყველაზე დიდი ნაყოფი იმისა თუ როგორ გაატარებთ თქვენ მომდევნო 1 წელს თქვენ საქმიანობაშიც რა თქმა უნდა და ზოგადად თქვენს მდგომარეობაში. ამიტომაც არ აქვს მნიშვნელობა ახლა რა პერიოდი არის თქვენთვის. რა თქმა უნდა, როდესაც ეს ვიდეო იდება არის მარტი, ხო? და მარტში აბსოლუტურად ყველაფერი იღვიძებს და მარტის თვე ზოგადად არის ასეთი პერიოდი, როდესაც ვთესავთ, ხო, ნაყოფს. მაგრამ რომ თქვენ იანვარში ან დეკემბერში ან აგვისტოში ან არ აქვს მნიშვნელობა როდის უყურებდეთ ამ გაშლას, პირდაპირ გეტყვით რომ ახლა კონცენტრაცია მოახდინეთ ზუსტად იმ სფეროებში და ზუსტად იმ საკითხებში, რომლებშიც თქვენ გსურთ განვითარება და წინსვლა. დაიმახსოვრეთ ეს. სულ ეს იყო ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველა სულ ღრმესი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. მე თქვენ